შენს თუ ღმერთი გიყვარს, ავტომისას უღიხარია გასაგებია, მაგრამ თუ გიჭირს, შენ და იმას მიიღებ მადლიერები, თანაზიარე ხტები ქრისტეს ჯვარცმისა და წამებისა. არ არის ადვილი, მაგრამ რა გიადვილებს? როცა გიადვილებს, მარხვა გიადვილებს და აღსარება ზიარების საიდუმლოება. იმის გახსენება, რომ დედამიწა არასდროს არ იქნება სამოთხე. აი ეს ხალხიც, ფიზიკურად ჯანმრთელია, ვისაც ქონება აქვს, თანამდებობა აქვს. აბა კითხეთ, თუ ისინი ღმერთთან არ არიან და მადლიერების ნობა თუ არა აქვთ ისადმი, იმას შიშპოთია, იმაში არ მოყავს და სიმშვიდე არ აქვს და ბედნიერებიც არ არიან. მოყავს ინგლისის მაგალითი, რომ თუნდაც ყოველ წელიწადს არისტოკრატების 5% იყავს თავსა და არისტოკრატი კიდე რას ქვია? ის ხალხი, ვისაც არაფერი არ აკლია მატერიალურად, რა აკლია? მადლი აკლია და როცა მადლია, მაშინ მადლიერების ნობა შენში და ღვთის მადლი არ მოგაკვეთ ღმერთმა და ღმერთმა დაგლოცოთ. აი როგორ უნდა მივხვდეთ, ეხლა